ინშაალლაჰ. სიტყვა ინშაალლაჰ, როგორც რელიგიური ტერმინი, ნიშნავს თუ კი ინებებს ალლაჰი და გამოიყენება როგორც ვედრების გამომხატველი წინადადება. ნებისმიერი საქმის წამოწყების წინ წარმოთქვა სიტყვა ინშაალლაჰ ნიშნავს აღნიშნული საქმე მიანდო დიადი გამჩენის ნებას. ყურანის ერთ-ერთი აიათი ასე გვარიგებს: არასდროს თქვა, უეჭველად მე ამას ხვალ გავაკეთებ, გარდა ნებითა ალლაჰისა და როცა დაგვავიწყდება, გაიხსენეს შენი ღმერთი და თქვი, ეგების მიმაღწევინოს ღმერთმა ჩემმა ამაზე უფრო სწორ გზას. ეს არის რელიგიური გამოხატულება, რომელსაც მორწმუნე ადამიანი ყოველი საქმის დაწყების წინ უნდა წარმოთქვამდეს. ჩვენ ვწამს, რომ ყველაფერი ალლაჰის ნებით ხდება. ისეთი საქმისთვის, რომელიც რეალურად არ შეიცავს განხორციელების სურვილს და პიროვნებას ზერელედ წარმოთქვამს სიტყვა ინშაალლაჰ, რა თქმა უნდა, ეს მიზანშეწონილი და სწორი არ არის. ადამიანს, რომელსაც სურს რამე საქმე დაიწყოს, დაწყების წინ ინშაალლაჰ წარმოთქვამს, რითიც ალლაჰს უკავშირდება და საქმე მისი ნების შესაბამისი ხდება. საქმე მისი ნების შესაბამისად ხდება. თუ კი საქმე განხორციელდება, ის გამჩენს მადლობას გადაუხდის, ხოლო თუ არა, მართებს მოთმინება გამოიჩინოს და ისევ გამჩენის ნებას მიენდოს.